ნებისმიერი ბიზნესმენი ცდილობს ააწყოს ბიზნესი ყველაზე კარგად და ყველა კონკურენტი დაჯაბნოს და ყველა კონკურენტს აჯობოს. ეს გასაგებია, ეს ბიზნესმენის აზროვნება. სახელმწიფოს აზროვნება როგორი უნდა იყოს? მან უნდა შექმნას პირობები, რომ რაც შეიძლება ბევრმა ბიზნესმენმა ერთმანეთთან კონკურენციაში შექმნას კონკურენტული პროდუქცია. ანუ, ავიღოთ ყველაზე მარტივი და ადვილად გასაგები მაგალითი. ყოველი მეორე ქართველი ღვინოს აყენებს, არაღს ხდის, ჭაჭას ხდის. შესაბამისად, სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველას გაუხსნას გზა, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინო, ჭაჭა თუ არაყი, სახში გამოხდილი ხილის არაყია თუ ყურძნის არა აქვს მნიშვნელობა, დაამზადონ ამ წვრილმა მეწარმეებმა და ის აღმოჩნდეს მაღაზიაში. დღეს იმდენი ნებართვა არის საჭირო იმისთვის, რომ შენ არაყი, ჩვეულებრივი არაყი, ან სპირტი გამოხატო, ან არაყი, რომ ბოლოს ადამიანი ამას თავს ანებებს. პრაქტიკულად შეუძლებელია. სპირტის გამოხდა კი არაა პრობლემა. გამოხდილი სპირტის თუ არყის შემდეგ მაღაზიაში შესატანად შენ ამას ვერ გააკეთებ, იმდენი პრობლემა არსებობს. რეალურად კვლავ რამდენიმე ადამიანის ხელში არის ეს ყველაფერი. სპირტის გამოხდა იქნება, სპირტიდან არყის დამზადება იქნება, ჩამოსხმა იქნება. ეს 3, 4, 5, 6 ქარხნის ხელშია და 6 საბოლოო ჯამში ადამიანის ხელშია საქართველოში. ამ დროს არაღს და სპირტს ხდის საქართველოში 100,000 და მილიონი კაცი. მაგრამ სახელმწიფო ამას ხელს არ უწყობს. აი ეს არის მთავარი. ამას ქვია წვრილი ბიზნესი. არ არის აუცილებელი სპირტზე ვილაპარაკოთ და ღვინოზე, ეს მაგალითი რომ გასაგები იყოს. ყველა სახელმწიფო მსოფლიოში ხელს უწყობს დღეს წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას. სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ ხელსახოცი გამოუშვას 1000-მა წვრილმა მეწარმემ და არა ერთმა დიდმა მსხვილმა. საქართველოში საერთოდ რო შეწყდეს იმპორტი ხელსახოცის, ამისთვის 100 პატარა ქარხანაა საჭირო, რომელიც 100 ოჯახს პურის ფულსაც მოუტანს სახში და საქართველოში ეს პრობლემა გადაწყდება, მაგრამ და ჩვენი პროგრამა საარჩევნო ეს იყო, რომ 100 მიკროქარხანა 100 ოჯახს ვაჩუქოთ, რომ გამოუშვან ხელსახოცი. ამაც სხვა გეგმა აქვს. ერთმა უნდა გამოუშვას და არა 100-მა, მაგალითად. ასეთივე ვითარება ლურსმანთან, მილთან, პლასმასის ნებისმიერ სხვა პროდუქციასთან. რეალურად ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენ ქვეყანაში სულ ცოტა 300,000 ოჯახი ეს გესმით ეს მთელი საქართველოა დავასაქმოთ იმისთვის, რომ თვითეული მათგანი უშვებდეს ჭიქას, უშვებდეს ლურსმანს, უშვებდეს ხელსახოთს, უშვებდეს ღვინოს, არაღს და ასე შემდეგ და ესენი ყველანი შექმნიან თან ძლიერ ეკონომიკას დიდარს, თან პურის ფულს მიიტანენ სახში, მაგრამ არა ამის ნაცვლად ხდება სულ სხვა რაღაცა, რომ კონკრეტულად ვიღაცა ადამიანებმა მარტო 5 კაც ან 7 კაც კონდეს სპირტის წარმოება, მარტო 2 ან 3 კონდეს იქ პლასმასის მილის, მარტო ერთი უშვებდეს ხელსახოთს და ამის შედეგად შენდება სულ სხვა ეკონომიკა. რა ეკონომიკა შენდება? აშენდა უკვე ეკონომიკა, თავისივე სიტყვებია, რომ 3,950,000 ვართო, იქიდან 250,000 უცხოელიაო, მოკლედ 3,700,000 ვართო. ამ 3,700,000-დან თვითონვე ამბობენ 24,000 კაც, 24,000, ეს არის 0,7%. აქვს თვეში ხელფასი 9,000 ლარი, თვეში 90,000 ლარი, თვეში 300,000, თვეში 3 მილიონი. დანარჩენ 99,3%-ს აქვს ვინც მუშაობს საშუალო ხელფასი 2,270 ლარიო, შემწეობას ვინც იღებს 67 ლარი თვეში, ტოლვილებს 45 ლარი თვეში, პენსია საშუალოდ 405 ლარია, ანუ 99,3% სიღატაკეში და 0,7% 24,000 კაცი უზარმაზარ სიმდიდრეში. აი ეს არის შედეგი ამათი ეკონომიკური პოლიტიკის.